ბატონო, 14 აპრილს უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ დღემდე აქტუალურია მოკლედ ეს თემა საქართველოში და ბევრს ბჭობენ რა შეუძლია გაითვალისწინოს ოპოზიციამ საქართველოში უნგრეთის მაგალითზე. აი მოდი ძალიან მარტივად არის ხო ეხა აქ რა შეუძლია გაითვალისწინოს ხო გაითვალისწინონ ეხა მატრიცა პროპაგანდისტული ხო პროპაგანდისტული უნგრეთში ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტურად ანალოგიური იმისა რაც საქართველოში ხდებოდა ხო ეს ერთი კგბ-ში თავის დროზე დამუშავებული მატრიცაა ურაპატრიოტიზმზე ფსევდო ესე რომ თქვა ტრადიციების დაცვაზე ყალბ ესე რომ თქვა რაღაც რელიგიურ მოტივებზე და ამაზე დაფუძნებული მატრიცაა კგბ-ში დამუშავებული და მე ეს ინსტრუქციების და შპარგალკების სახით მიეწოდება ამ ტიპის რეჟიმებს და ისინი მე ამას მეთოდურად მიყვებიან. გასაგებია, მაგრამ მადიარის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის აი ეხა მივალ აქამდე ხო მოკლედ გეტყვი. ზოგადად არ გეტყვი. ხო და შესაბამისად ასეთ ტიპის პროპაგანდა სჭირდება ეფექტური კონტრპროპაგანდის დაპირისპირება, ხო? და იქ ეს კონტრპროპაგანდა როგორც ჩანს, ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა სწორად აკეთებდა მადიარის გუნდი, სწორ გზავნილებს უპირისპირებდა და თუ რამე ამ ჩვენ ოპოზიციას კიდე თუნდაც ელემენტარული თვითკრიტიკულობა შემორჩენია, ჯობია ეხა ბევრ ლაპარაკს ეხა და ყელყელაობას ჯობია რომ შეისწავლონ ის გამოცდილება რაც მადიარის გუნდმა შეიძინა როგორ აწარმოებდნენ პროპაგანდას, რას აკეთებდნენ, ხო, რას უპირისპირებდნენ ამ ვითომ ომის საფრთხეს, დიპსტეიტებს და ასე შემდეგ და ამ შემდეგ, ხო, რითი გადახურეს, რითი მოიგეს და ეს გამოცდილება გაიზიარო, ხო, მინიმუმ რისი გაკეთება შეუძლიათ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ლიდერი ერთი უნდა იყოს თუ რამდენიმე, ეს უკვე არც თუ ისე პრინციპული საქმეა. რამდენიმე იყოს, შეიძლება ერთი იყოს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ეს უკვე ტაქტიკური საკითხებია და გეგულებათ თქვენ ქართველი თქვენგან ძალიან ხშირად მომისმენია კრიტიკა ოპოზიციური ლიდერების მიმართ. არაერთხელ ბევრჯერ ამ ხნის განმავლობაში გეგულებათ საქართველოში ქართველი მადიარი ან მადიარები? ნუ რა არის იცით ეხა პოტენციურად თეორიულად რა თქმა უნდა ესეთი ადამიანები მადიარი როგორიც იყო არსებობენ საქართველოში ხო მასზე უკეთესები შეიძლება დამისახელეთ შეგიძლიათ თან იმის გათვალისწინებით ნუ ეხა ვინ შეიძლება დავასახელო ვინც არ უნდა დაასახელოთ დღეს ხო იგივე ოპოზიცია ხვალე მიწაში ჩადებს ხო ესაც ხო გვესმის ჩვენ ყველას ხო აქ მთავარი ეს არ არის მთავარია ის რას აკეთებდა მადიარსაც დევდნენ მიწაში ძალიან დიდი კონტრპროპაგანდა მოქმედებდა მის წინააღმდეგ ბატონო გია არა საქმე რაშია მადიარი ლიდერად ხო არ დაბადებულა კაცო ხო მეცად გეტყვით ის საერთოდ არ იყო პოლიტიკოსი ხო და სხვა შორის მის მეუღლეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის გაპოლიტიკოსობაში ხო მეუღლე რომელიც იყო პოლიტიკოსი მადიარი სულ არ იყო პოლიტიკოსი იცით ეს ისტორია ალბათ რომ გაიყარა ეს ცოლს რაღაც კორუფციაზე იყო სამზარეულოში ლაპარაკი მე ამას რა მოყვა და როგორ მოყვა ხო და მან დაიწერა ცოლის საუბარი რომელიც შემდეგ უკვე ცოლის პარტიის წინააღმდეგ გამოიყენა რა თქმა მან იმუშავა ხალხთან ხო ხალხთან იმუშავა ხალხთან მივიდა, ხალხთან დიალოგში შევიდა და მოიპოვა ავტორიტეტი, მოიპოვა ნდობა, სწორი გზავნილებით, სწორი კომუნიკაცია ააგო და ესე ხა. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოშიც თუ ის ამ სამუშაოს ჩაატარებს, ხო, აქვს იგივე პერსპექტივა, რატომაც არა, ხო? ნებისმიერს აქვს ამი ხა. არ არის მადიარი რაღაც განსაკუთრებული ქარიზმით, არის განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პიროვნება, კაცო, ჩვენ ესეთები ყავს საქართველოში პოლიტიკაშიც და პოლიტიკის მიღმაც. მუშაობა ხალხში გასვლა აკლიათ, იმიტომ რომ აი რამდენადაც მახსოვს, ხო, ნუგზარ ციკლაური იყო. მარტო გასვლა ხო არ არის, ბიჭო, გასვლა და სწორი კომუნიკაცია. უბრალოდ შემორბენა კი არ უნდა, ეხა აი ჩვენ რომ ამას ვაპარაკობთ, მე პასუხობენ როგორ კაცო ჩვენ ხალხში დავდივართ.
ბიჭო, ხალხში რეგიონში რო ჩახვალ და შენ აქტივს რო შეხვდები 5 კაცს, შენივე აქტივს დაასტუკებ, მოდიხარ მერე თბილისში და რეგიონში გასვლით შეხვედრები მქონდაო. ეს რანაირად შეიძლება ეფექტური იყოს. ნახეთ ამ თემასთან დაკავშირებით რა თქვა რამდენიმე დღის წინ ნუგზარ ციკლაურმა, რომ არასოდეს ხდება ორი ერთი და იგივე მოვლენაო. უნგრეთში არა ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ნამყოფი, ანუ ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ბენეფიტად. ციხეში მე რა, ციხეში ნამყოფი რა, ვერ გავიგე რა არის ეხლა ციხეში ნამყოფი რას ნიშნავს? კი, პატივისცემა შეიძლება გამოხატოთ, რომ ვიღაც ციხეში იჯდა, შეიძლება მადიარით ჩაესვათ, ამით რა შეიცვლებოდა. ვერ გავიგე ეს ციხეში არ არის მადიარი ნამყოფი და რა ფაქტორია და აი რა არგუმენტია, ჩემს საერთოდ გაუგებარი. ამ შემთხვევაში ამორჩევლისთვის არ არის ეს გარკვეული ფაქტორი, რომ ციხეში ყოფნა პირიქით აქტივია პოლიტიკოსისთვის ავტორიტარულ სისტემებში, პასივი კი არ არის, კაცო. რაღაცებს ნუ მოდიალობენ რა და რა ვითომ არგუმენტებით ნუ გველაპარაკებია რა. რა ის არგუმენტია ეს, ვერ გავიგე. მადიარი ციხეში არ ყოფილა. დიდი ბოდიში, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმების პირობებში პოლიტიკოსი ციხეში რო ჯდება, ის ძლიერდება, კი არ სუსტდება, კაცო, ამით. ჩვენ თუ გვინდა რომ როგორც მადიარი იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ასეთ მანქანას დადგეს, ვერ გამოვა. აი ასე აგრძელებს შემდეგ უკვე საკუთარ რატომა არა? თუ ვერ გამოვა, მაშინ რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში რა, ვერ გამბიჭო, წინასწარ დამარცხებულად თუ აცხადებ ნებისმიერ რაღაცაზე თავს, თუ არ აქვს იმის უნარი რომ კომუნიკაციაში შეხვიდე ადამიანებთან, ძალა ხო ხალხშია, ძალა ხო პოლიტიკოსებში არ არის. და თუ შენ წინასწარ აცხადებ რომ შენ არ შეგიძლია ხალხთან კომუნიკაცია, ეხლა მანქანაზე დაჯდები თუ ცხენზე ამხედრდები, ამას ეს ტექნიკური საკითხი, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? როგორც კი, მაგრამ მთავარია კომუნიკაცია ხალხთან. და თუ შენ ამბობ რომ ამის უნარი არ აქვს, არ რაღაც მიზეზით ამას ვერ გააკეთებ, დაჯექი რა სახში რა. უკვე აღარც ვიცი ბატონო გია რამდენჯერ აქვთ ეს ხალხში გასვლა დაანონსებული ერთად თუ ანონსები მაგარი იციან, მაგრამ მე აღმოჩნდება რომ ზამთარში ცივა და ეხლა სიცივეში ხვარივლიან შეიძლება რაღაცა გრიპი აიგიდონ მაგალითად. გაზაფხულზე წვიმებია, წვიმაში ეხლა დასველდებიან. ზაფხულში ხო უნდა დაისვენონ მე ბათუმში უნდა წავიდენ, დუბაიში უნდა წავიდენ, ხო? შემოდგომაზე მე რთველია და ვერ იცლიან ხალხთან კომუნიკაციისთვის და მე მიზეზებს პოულობენ რომ თურმე ეს შეუძლებელია ხალხთან კომუნიკაცია, ამიტომ და ამიტომ. თქვენი ჭირიმე რა, არ გვაინტერესებს თქვენი მიზეზები, რა კეთილინებეთ, შეგიძლიათ გააკეთეთ. არ შეგიძლიათ დაჯექით სახში. სხვა შორის ძალიან საინტერესოა მადიარის ბიოგრაფია ბევრი თვალსაზრისით. ერთმინდა კიდევ გავუსვა თქვენთან ხაზი, რომ ის არის თვითონ ხელისუფლების წიაღიდან წამოსული ადამიანი, რომელიც შემდეგ უკვე დიდად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებითაც არ გამოირჩეოდა, უფრო კონსერვატიული შეხედულებების ასე ვთქვათ ერთგულია, მაგრამ მაინც შეძლო რომ დაემარცხებინა ორბანი უნგრეთში, აი ხელისუფლების წიაღიდან რომ დავანებოთ ცოტახანი თავი ოპოზიციას. მისი კონსერვატიზმიც, აი ეს მოგონილი თემებია რა. ამას ეხა გვაბოლებენ, ეხა პროპაგანდა, იგივე ჩალიჩობენ ეხა როგორმე იქნებ იმასთან მადიართან კობახიძე ტელეფონზე დაალაპარაკონ და მე იმის ილუზია შექმნა რომ არც არაფერი არ შეცვლა უნგრეთში ეხა ეს სისულელეები, ეხა ბევრჯერ გვაქვს ნანახი, ხო, იმიტაციები, რომ ვითომ არც არაფერი არ მოხდა. როგორ არ მოხდა? ტრაგედიაა ქართული ოცნებაში. ქართული ოცნების ტრაგედიაა, რაც ხდება რეალურად, ხო? რა არის ქართული ოცნებისთვის ტრაგედია ის, რომ ორბანი დაკარგეს როგორც მოკავშირე, თუ ტრაგედიაა ის, რომ ეს მაგალითი ადრე თუ გვიან შეიძლება განმეორდეს საქართველოში. აი, რა უფრო დიდი ტრაგედია ოცნებისთვის? ორბანი იყო მათი ერთადერთი დარჩენილი შანსი, რომ აი ეს სტერილური მდგომარეობა, ხო, გაერღვიათ, ხო, დასავლეთის მიმართულებით. ცდილობა ქონოდათ ყოველ შემთხვევაში, ბოლო შანსი იყო. აი წყალწაღებული რომ ხავს ეკიდება, ეგ იყო. მეტი მათ არანაირი ინსტრუმენტი აღარ დარჩათ. არც ამერიკასთან და არც ევროპასთან რეალური კომუნიკაციის აწყობის. დღეს ახლა მეორე განცხადება მოვისმინე კიდე მე მგონი იმის ავტორიც ის იყო რა ქვია პაპუაშვილი იყო რომ თურმე ბრიუსელი არ გვაძლევს საშუალებას რომ ევროპის ქვეყნებთან პირდაპირ კომუნიკაცია ავაწყოთ ბიჭო როგორ რაღაცა იცით აი
ძველი ბიჭი, უფრო სწორედ ის რო არის, აი გარყვნილი ბიჭები რო არის, ნარკუშები რო არიან უბნის რა. და პატარა ბიჭების დათრევა რო უნდა. პატარა ბიჭების და ამქნა ძმაო, მშობლები არ გვაძლევენ საშუალებას რომ იმათა რაღაცა ვიყომაროთ და რაღაცა აი ამ დონეზე წარმოიდგინეთ ბრიუსელი, ანუ ევროკავშირი არსებობს და საყვედურობს ევროკავშირის ესე რომ ვთქვათ ადმინისტრაციას, რომ მის წევრ ქვეყნებთან პირდაპირ კომუნიკაციის საშუალებას არ აი ამ სისულელებს აჭმე აი ვინ ჭამს ამას კიდე და აი ვინ მიყვება და ვინ მიყვება ამ ლოგიკას აი იმ ადამიანების თავში ჩამახედა მეტი არაფერი არ ანუ თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში რომ იგივე მოდელის განხორციელება მოხდეს საქართველოში. აი თუ წარმოგიდგენიათ თვითონ თეორიულად რატომაც არა ბიჭო ძალა არის ხალხში ემა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ხო ძალა არის ხალხში მხოლოდ ხალხს შეუძლია ხელისუფლების შეცვლა ხელისუფლებას დღეს ძალიან არ მოწონს ხელისუფლება ის უпростоრ ხალხს ძალიან არ მოწონს ხელისუფლება მაგრამ ის ეძებს ისეთ სრულფასოვან ალტერნატივას რომელსაც მხოლოდ სურვილი კი არ აქვს ძალა შესწევს იმის ხო რომ უკეთეს ქვეყანაში აცხოვროს ეს ხალხი და იმისათვის რომ ესეთი ავტორიტეტი ვიღაცამ მოიპოვოს დიალოგში უნდა შევიდეს ხალხთან კაცო ჩვენი პოლიტიკოსები ფაქტობრივად ოპოზიციონერები იქცენ ვირტუალურ პოლიტიკოსებად ხო ეთერებს ეძებენ რომ კვირაში ერთხელ სადმე ტელევიზორში გამოჩნდნენ ბრძნული აზრები დააფრქვიონ და ეს გონიათ პოლიტიკა არ კეთდება მეგობრებო ესე პოლიტიკა კაცო ბიძინა ივანიშვილი ეგ მილიარდერი იყო და სასახლიდან გამოსვლა მისი გარკვეულ ხიფათანაც იყო დაკავშირებული მაგრამ თუ გახსოვთ მთელი ქვეყანა შემოვიარეთ კაცო ქვებსაც გვესროდნენ და ათასნაირად გვიპირისპირდებოდნენ ინფორმაცია მოდიოდა აი მაგალითად ერთ ეპიზოდს მოგიყვებით რაშიც აი პირადად მე რაც მეხებოდა ხო ზუგდიდში ერთ-ერთი შეხვედრის წინ მომიტანეს ინფორმაცია საკმაოდ სერიოზული წყაროსგან რომ რაღაც რაოდენობის დილერები იყვნენ ეს დაქირავებულები და ბიძინა ივანიშვილის მოკვლას აპირებდა ზუგდიდში შეხვედრის წინ 2 დღით ადრე მე წავედი ზუგდიდში ალასანია იყო იქ მაშინ ხო წავედი ზუგდიდში იქ რაღაც ბიძინა იყო შეკვეთილში ხო და ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი მაგრამ ის მაინც ჩავიდა ზუგდიდში ბიჭო ბიძინაზე ჩვენ შეიძლება რაღაცეები თქვათ ვილაპარაკოთ ის იყო მაგრამ იმან იცოდა რა იყო გასაკეთებელი ანუ ბატონო გია იცოდა რომ მისი ცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა და ჩავიდა მაინც რეალური იყო ეს ინფორმაცია იმიტომ რომ ეხლა ბოლო პერიოდში რასაც ვხედავთ ხომ მისი გამოჩენა ხდებოდა ხოლმე ბრონირებული მინით საზოგადოებასთან კონტაქტი სწორედ საფრთხეების მიზნებიდან გამომდინარე 11 კილერია დაქირავებული და იმაზე კორპუსებს შორის იყო ის შეხვედრა რაღაცა იგეგმება თავდასხმა იგეგმება დიდი ბოდიში გაამთხოვნებთ ვინმეს ბრონირებული მინის უკარო დადგეს კაცო ეხლა რო დგება ეს არის კატასტროფა ეხლა რო დგება როცა საფრთხე არ არის ხო პირიქით მისგან ემუქრება ყველა საფრთხე აი მაშინ გამართლება ქონდა ამას იმიტომ რომ მაშინ საფრთხე რეალური იყო ანუ ჩავიდა ასევე უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვით დეტალები ძალიან საინტერესოა ანუ ეს ინფორმაცია რამდენად სანდო იყო უსაფრთხოების დაცვით მაგრამ 100%-იანი გარანტია არსებობს ხო რა თქმა უნდა მესმის არსებობს 100%-იანი გარანტია მაგრამ მან იცოდა რომ უნდა ჩასულიყო და ის წავიდა ამ რისკზე ხო დღეს ვინ ყავს ესეთი კაცო ვერ გავიგე იმის ეშინიათ რომ ვაიმე ეხა რეგიონში რომ ჩავიდე პროვოკატორს მომიგზავნიან ის შემაგინებს და არ მინდა რა ტელევიზორში მირჩევნია იცით ბატონებო ტელევიზორში და ეგრე დარჩებით ტელევიზორებში რა